გონი პირველად ვინანე, რატომ არ მომცა უფალმა მხატვრობის ნიჭი? რატომ არ დამაბერტყა უნარი შექმნა რამე რაც საუკუნეებს თუ არა, აწლეულებს მაინც გაუძლებს. მაგალითად ისეთი როგორც მისცა ჯაკობ გროს, გერმანელ სკულპტორს, რომლის ქმნილებებმა ეხლა რო გითხრათ, პირველ ფიქრად გამიჩინა. ჩემთვის რომ ვინმეს ეთხოვა, ეკითხა, ხოცის ძეგლი როგორი უნდა იყოსო, რას გააკეთებდი, ან როგორ დაინახავდიო. დავიწყე იაკობ გროსის ხელოვნების ნიმუშების თვალიერება და უცებ მომივიდა აღმაფრენა. მივხვდი როგორი შეიძლება იყოს ხოცის მონუმენტი და როგორი უნდა იყოს. ესაა იტალიელი ზეგლი. ალბათ ასე წარმოგიდგენია ყველას საშუალო სტატისტიკური იტალიელი. ყოველ შემთხვევაში ავტორს ნამდვილად ასე წარმოუდგენია. ამას ქვია პოლიტიკური მოვალეობა. ბუნებრივია რომ გერმანელისთვის შეიძლება ასე აღიქმებოდეს პოლიტიკური მოვალეობა. ჰაილჟესტით გაწვრილი ხელის მოჭრა. ამას ქვია welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ძალადობის თემა ხელოვანისთვის რომ ახლოს იყოს აბსოლუტურად ბუნებრივია. მიიხატე ღიმილის სახეზე. სხვათა შორის ძალიან დროული და ძალიან აქტუალური მოწოდებაა, როდესაც სტრესულ დროსა და საზოგადოებაში ცხოვრობ. მით უმეტეს პოლიტიკოსებისთვის. გაითვალისწინეთ. ეს არის ავტოპორტრეტი. აქაც ყველაფერი გასაგებია. სრულყოფილების ზებნა და სხვა და სხვა და სხვა. ეს მართალი რომ გითხრათ, ქართული ოპოზიციის მინიშნება უფრო მგონია. პირველ რიგში ლელოსი ან გახარია თვალთხარიას. იმ პარტიების, იმ ძალებისა, რომლებმაც მოიჭრეს ფეხი და მოიჭრეს თავი ადამიანებამდე, ხალხამდე მისულიყვნენ. გაბრაზებულ მოქალაქემდე, რომლებიც ერთი წელია ქუჩაში დგანან. ეს ინსტალაცია ალბათ ეძღვნება იმ ქართველ ამომრჩეველს, ვინც დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში ვერ გაარკვია, სად არის თეთრი და სად შავი. ვერ ისწავლა კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ვერ მიხვდა, ვის შეიძლება მისცეს ხმა და ვის შეიძლება ჩააბაროს ქვეყნის ბედიღბალი. ეს ზოგადად ამომრჩეველია ოპოზიციის. საბედნიეროდ ყველა არა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი, ვინც ერთმანეთთან კინკლაობაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე რეალურ პრობლემასთან, რეალურ მოწინააღმდეგესთან, პროჭრვილელებთან ბრძოლაში. ეს თითქოს გავს ხოცებს, თვით სიყვარული ჰქვია. უცებ წარმოვიდგინე ვინმე ირაკლის არქოა, ან ირაკლი ყუბახიძე, თმას რომ ივარცხნის, სარკეში იყურება და ემზადება გამოსვლისთვის, ან კახა კალაძე, მაგარ ლასს რომ იყენებს იმედის სტუდიაში შესვლამდე, სანამ Deep State-ის ძაგებას შეუდგება. ხოცის ძეგლად ზოგადად ეს ესწავა. ეს ყველა იმ ვითომ კაცის ძეგლია, ვისთვისაც საკუთარი სამსახური სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შვილების, შვილთა შვილების ქვეყნის ბედი. ვინც თulis რომ მისი პირადი აქტიურობით არაფერი შეიცვლება. სხვა მიაქტიუროს, მე არა. მე პატარა კაცი ვარ, მე ვინრას მკითხავს. მეტყვიან თეთრიაო, უპასუხებ თეთრია. მეტყვიან შავია, უპასუხებ ხოლო შავი ყოფილა. რასაც ჩამძახებენ, ამომძახე. მეტყვიან ტაში დაუკარიო და დაუკრავ, სხვა რა გზა მაქვს. ამ ინსტალაციამდე რომ მივედი, გამინათდა. ძალიან ახლოს ვარ პროჭრვილელის მონუმენტის იდეასთან. Სუსტად ასეთი მოტრიალე თითი წარმოვიდგინე, ოღონდ ცხვირში არა, სადმე სხვაგან. და სანამ თქვენ ენაზე გადგა და უპასუხებთ კითხვას, სად იტრიალებს თითს პროჭრვილელი. მისი ნამდვილი ძეგლიც აღმოჩნდა. ხოცის ხატი, ჯაკობ გროსესგან. მოგესალმებით, გაბატონებო და ბატონო. მივესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს.